ყველას მოგესალმებით ილონის ვიდეობისა, აბა როგორ ხართ, აბა როგორ ბრძანდებით. ეხლა მე და თქვენ მოვადულებთ გემრიელ ყავას. აი სუნიაკ. ღმერთო მაღალო. ხანდახან ისე მომენატრება ხოლმე ესე. იყო კინაღამ ყავა რომ დავფანტე. თვალები თავლებდი ხნულებს. ყოველთვის ერთ ყრი 7 გრამ ყოველთვის. იმ დღეს რა გავაკეთე იცი? იქ დავდი გუში, იქ დავდი წიწიბურა, დიდი სამბი. ეს ამინთია. ხო და მიდგას ესე. ამაყად. და უკვე აქეთ იდგა ცარიელი ისა. წყალში დატოვებენ ხოლმე, ამაში წყალია ეს ხადილოს. ეგეთი იყო მეორე, აი ეს შავი. ხო და თუხთუხებს და ჩავიმერგი ეს რატო თუხთუხებს და მივხვდი რომ იმის მაგრად ისავანთე. ბაიმე! ნინი! ესე იგი გუშინ ისე ცუდად ვიყავ ხალხო. ისე ცუდად ვიყავ, არ ვიცი რატო. მაგნიტური დღე იყო, თუ რა იყო, არ ვიცი. არაფრის თავი არ მქონდა. მაღაზიაში ვეწავით ბოსტნეულ საყერა. საჭმელი არაფერი ხო არ გამიკეთებია. აი, რო ვიცი კარგად ვიყავი. ავდგებოდი, გავივლიდი, გამოვივლიდი, რაღაცა ჩავიცმევდი. всё, აი ცით როგორ შეგრძნება მქონდა, ეხლა გიგონება გული უნდა წაგივიდეს. აი ეგეთი. არაფერი, რა ვიცი, არც გაციებული ვარ, არ ვიცი არაფერი. შეიძლება სიცხისგან იყო თუ რა იყო, არ ვიცი. დღის მეორე ნახევარში გამიარა. დღის პირველ ნახევარში ვიყავი კატასტროფა. ვაში რო იყვიან რუსები. პირველი ყავა დავლია, მაგრამ ღმერთო რა გენიალური რამეა. ხოლო ღმერთი თუ მოიგონებდა წყალს შექმნიდა. მაგრამ იმისო შექმნა, ჩვენ ხომ მოიგონა. ანუ როგორ უნდა ყოფილიყო. გუშინ მეცნებოდა რომ წყალის ცხელი იყო. რაცნაირად ძალიან ცხელოდა. გუშინ არ ვიცი მოკლედ გელზე მინდოდა წასვლა და გელზე კი არა, კეფიცებით სხვა გელის ყიდვა მინდოდა. კეფიცებით, აი გეუბნებით მაღაზიამდე ვერ წავედი, ვერც ბლოგი ვერაფერი ვერ, მთელი დღე ვიწექი. მთელი დღე. ვაიმე ესენი უკვე ზემოთ ამოდიან, უნდა გადავყვარო. ღმერთო, ამისთანა საზიზღერობა თუ მენახოს. ადრე რაღაცნაირი სხვანაირი ჭიები უჩნდებოდა, აი ძელცხვირას თუ რაღაცას ეძახოდა, ბებია ჩემი ბრინჯსაც უჩნდებოდა და ისინი არ იყვნენ ეგეთი საძაგლები რო შეხედავდი. ეს კიდე რაღაცა კოშმარი. დაბუშტულები. გარდა იმისა, რომ მაგითია სავსე ესა, გარეს გავათხრიო, სულ გადასაგდებია ეს.
გარდა იმისა, რომ მაგითია სავსე, კვერცხებითაც ხოა სავსე. ამოდიან აქაც. ვაიმე, რასაც იზღნობა. ეხლა უნდა გაჩვენოთ. უყურეთ. შიგნით არის მთელი ესა ზოოპარკი. ვაიმე, ნახე. გარეთ გამოდიოდა უკვე. რატო არა ფოკუსირებ? ნახე, პროსტა. ვარც არის საჭირო რომ ნახოთ. ფუ. ღმერთო ჩემო, ეს პარკში უნდა ჩავდოთ. და თავი უნდა მოვუკარა. ფუ. აი ძალიან იშვიათი რამე არის მიმართა შევა მე ზიზღიანი ვიყო. აი არა ვარ ზიზღიანი ტიპი. ინდოეთში და იქ ქუჩაში რომ ამზადებენ საჭმელს არ მეზიზღება და აი ეს არ შემილია. ეს არა. მაკანონი რა შვება. გლია ჯერ ცოტა. ხერითაც ვცნობ, ბონის ჩავუგდე. არ იფიქროთ, რომ ესე გავისრო. აი გავისროლე, მაგრამ მიზან მიმართულად და არა ისე შემთხვევით. გრარი და ფანტული და შაქარი. მყრია ჩემს სასწორ. კითხეს კალორიების დათვლა დაიწყო? კი, დავიწყე. გავაგრძელე უფრო სწორად. და პატარა. არა, ფერი პატარა არ არის. აიმე. ის მორბის უკვე. ეს გიждდება ხალხო იმაზე. თხილზე, სემიჩკაზე. გუშინ აჭამეს სემიჩკები. თავისით არჩევს. ნაჭუჭებს გარეწყრის. ხო და ბევრი რო აჭამეს აღარ გაარჩია და ისა ბოდიში თქვენთან და კაკაშკები რო გააკეთა. სულ მთელი კაკაშკა კი არ იყო, მთელი ისინი იყო. გავაფრთხილე სასტიკად, პატარა არა ვიცი მე რამე არ დაუსიანდეს, არ აჭამოთ მეთქი. თუ აჭმეთ მარტო გარჩეული თქო. შავი შოკოლადი მზე. სასველოდები. 5 გრამი. Pekarიდან ისალე მახარდა ვაღეთ ხარა uzasvalodები ეს რა საკაიფო რამეა просто ხარ უკან ჩამიცვი და მაგრამ მაინც საკაიფო სიტაცხლე
აუ ყველგან ახლა ისინი მელანდება, აი როცა იმას ვჭრი, რაც მიყვარს, ან ჭამაგაზეს, თუ როგორი მერევა. ეს რაღაცა დიდში უნდა ამომეღო და არა ამაში. ეს მიყვარს, რა ვიცი, როგორც არაფერი. ისე. მაკარონი ყველი, რა ვიცი, ასეთი მეორე საჭმელი რა არის? წიწიბურა. ეგეც ძალიან მიყვარს. კი ბატონი, ხო ბატონი. ცოტა ხნის წინ ვჭამე და კიდე მენატრება. დოშირაკი უფრო დიდი ხანია მენატრება. მაგრამ დოშირაკი არის ძალიან ის იმ პონჩში არის, რომ არ ანაყრებს. ანუ, სარგებლიანობაზე არ ვსაუბრობ, ხა ის რაც იცის ყველა. просто არ ანაყრებს. ანუ შეჭამ. და რადგან არის უბრალოდ ძალიან ესეც სწრაფი ნახში ვყარია, მაგრამ იმაზე უფრო მალე მშივდება იმას რომ ვჭამ, ვიდრე ამას თავის საფენია იქ პარკში გადასაგდება და გამზადებული და იმას გაჩემო უტრიალი. ჩემი გამზიო არ გადააგდონო. არ დამღუბონო. ფიქრიდან ისალე მარარადა I've got it. I'm a solo ჩემისმენის დედა. აჰა, წავალთ. ესე ვასახა ეს ამდენს არ შეჭამს შანსი არ არსებობს, მაგრამ ამდენსაც შეჭამს. იმდენი შეჭამოს. რაცა კალორიებს ვითვლი ხალხა. ესე ცალკე მომაკ ბონისთვის, იმიტომ რომ ვაჭმევ ხოლმე ჩემსას. მე შევამჩნიე, რომ მე აღარაფერი მრჩება ხოლმე. თუ არ გინდა წადი. ეს. აი მეტი რომ შეტოპისა. წავიღალ. აბა როგორ ხართ, როგორ გიკითხოთ, როგორ ბრძანდებით? ხალხო. არ ჯამაათ ავიშხია. აიტანთ რაფრის მეზარება ალგომა. ეს კაცებულა უკვე. რაღაც სანდკვილია. ყავანაკლები უქენიწყობა. არა და 7 გრამზე, ეს ხანაირი შაქარია. 7 გრამზე არ იყო ხოლმე ეს თითკბილი. მაგრამ ყავაც ნაკლებია. მაგრამ გორი ლამაზი კაბა დახატავს ჩემ თოჯინას მაგ. აი იმას დაგიყანებთ. ვსა. არა უწყდება პრობლემა. ძალიან უხდება კი. ეცვა. თელი დღე. გუშინ აგრილდა საღამოსკენ. გუშინ არ ჩამიცმევია და დღესაც რავი რაღაცა გრილა. ინკას უხარია. ტექტათა ვალიერებისთვის ბევრი ფული დაეხარჯა და ფრეონი აქვს ჩასამატებელი, ხო და ცუდი ამინდები რა უხარია. ცოტა მერე ჩაუმატებ, ხო? ცუდი ამინდი რა, ცოტა ვაგრძელდა. ველანი მიყვარხარ ძალიან საყვარი ხარ და კარგი. ძალიან მიყვარს შენი ბავშვური გულწრფელი ბუნება, ხასიათი ჩემო ჭრიჭირე გოგო ბედნიერება,
ბედნიერდები შენი ვლოგებით. საუკეთესოა. მადლობა ჩემო საყვარელ გამეცინე, იმიტომ რომ მართლა ეგეთი ვარ. ნახეთ, მზე. აჩვენე ხა. რა ვიცი კიდე. აი. ვაიმე ბონი. ბონი არ გაიჭყლიტო, მოდი აქ. ნინი როგორ მიყვარს ამის თათების ხმა. დაძუნჯულებს. ნინი მიყვარ ხარ ძალიან საყვარელი ხარ და ხო, ამას კიდევ თავიანთ მკითხულობდი. მადლობა ძვირფასო. მარიამ, ნინი, რომელ დეოდორანტს ხმარ? მე ეგრე ვიყავ. ბოლოს რექსონად ყველაზე ძლიერზე და მაინც სულ ნობდა შევში ამერს და ავერში ვყიდულობ ბურთებიან. ოლივენოლ ის დავისვენე. მედი ფარმაცია, უსაფრთხოც არის შედარებით ვიდრე სხვები. ჩემთვის ყველაზე კარგი რა მოქმედებს, იცი? რა ქვია? დასასმელი მაზიროა. მე რა ქვია და მოვიწყდა. იცი როგორ კარგად მოქმედებს? ვაფშე სუნია მაქვს 24 საათი. ერთადერთი. ოღონდ ოფლი გამოდის, მე ისეთები არ მიყვარს, ოფლი რო არ გამოდის. იმიტომ რომ ძალიან საშიშია. რატო? სადმე წავიდეს? იმაში. ლიმფური მეებში, რომ დარჩეს ეგრად მინდა. არა, არ მინდა ეგ მოკეთ. ანუ ოფლი გამოვიდეს, მაგრამ სუნი რო არა აქვს. ვაიმე რა ქვია? მაგრამ პრობლემა იმაშია, როცა ესეთ ამოღებულს იცმევ, ის ძალიან თეთრია და ათეთრებს. ანუ აი გეტყობა რა, მაზირო გისვია. რა ქვია, უნდა მოვიტანო. ერთადერთი რაც ჩემზე კარგად მოქმედებს ეგაა. ანუ სუნი ვაფშე აღარ მაქვს ხოლმე. Enjoy. To enjoy. ბიჭი ბაია, ყავს დედას? აი, მუცელში ყავს, ვაიმე შენ გენაცვალოს დედა. აი ეს. ეს არის კაცების. ეს იქიდან იმიტომ მოვიტანო თორნიკის უყიდა. არ იყენებს. ანუ იყენებდა და აღარ იყენებს. ხო და. ქალების ამ მქონდა მე და ეხლა უნდა ვიყიდო დღეს გახსენებენ. აუ, პროსტო ზღაპარია. თან ძვირიც არის. შემადგენლობაც არ მგონია. სპობს ოფლის სუნს იღლიდან და ფეხი. ფეხზე არასდროს წამისვია. ხატია კიდეც. ბანანა. ნინი, ისათვის ხარული ვნახე. ხოჭას თამარს რომ ვუყურე, გახარებული ვტიროდი. ნინი 5-0 დამთავრდა ღმერთო. ყველა ბედნიერები ვართ ხოჭას მოგევით. ისეთი ამბავი იყო პარიზში. დალეწეს მაღაზიები შანელის და რა ვიცი ვიტრინები ჩაალწეს 500 კაცზე მეტი დაიჭიეს 2 ადამიანი. ვაიმე. ისეთი ამბავი ჩაატარეს ღმერთო. ხოჭამ წელს PSG-ში ბევრი ღამეები მოიგო. ძალიან საყვარელი ხვიჩა, ნიცა და ცოლი. საყვარელი პატარა ყავთ. დამიანე დალოცულები იყვნენ ყოველთვის. ამინ ძვირფასო, ამინ. PSG-ში ბევრი თამაშები მოიგეს წელს ჩემპიონობა და UEFA არასდროს ქონიათ მოგებული და ხვიჩას გადმოყვანის მერე მოიგეს ხვიჩა ყველას უყვარს პარიზში. ამბავია ნინი ხვიჩაზე ღმერთო. მე ძვირფასო ეგ თამაში არ მიყურები, როგორც გითხარი, მე ძინა საერთოდ არ ვიცოდი, რომ ჩემპიონატის ფინალი რო იყო და ხვიჩა რო თამაშობდა და ეგეთი ამბავი რო იყო, ვაფშე არ ვიცოდი, მაგრამ ვუყურე მე იმას TikTok-ზე. პატარა ფრაგმენტებს რა. ესე იგი სულ დამაბჟრიალა. დამაყარა მეტყობა წერტილები ისე. ხვიჩა კვარაცხელია, რო გამოაცხადეს მე უკვე ანუ თამაშს მე იყო თუ როდის ხასავსია. ნუ გამოვიდა მე ის მომენტი რო აკოცა.
თას. ხო და სულ დამბურწლა და მე კიდე იმაზე ძალიან შემეცოდა ის მწვრთნელი ვინც იყო მაგათი გოგო ნაყოლია მკვდარი რომელთან ერთადაც სულ გამოდიოდა ანუ იზიარებდა გამარჯვებებს და მაგას მიუძღვნავდა მე რომ მოიგეს იქ ორი შვილი გამოვიდა ჩაეხოთა და რავი ძალიან ისეთი იყო ჩვენი ხუჩა მაგარია მე მგონი პირველია ხო ქართველი ვინც ესე თამაშობდა მოგებულ UEFA-ს მოგებულ ჩემპიონატში ანუ და თან გოლი რო გაიტანა იყო კიდევ ვინმე სხვა ქართველი არ ვიცი დინამოს დროს შეიძლება იყო ვინმე მე არ ვიცი ფეხბურთი და მე ვარ ძალიან შორს მან ევას მშვიდობაში კაბა ლამაზი კაბა მოუხდება ევას მადლობა ძირფასო არასუფთა კვერცხები იყიდება ნინი ხო ნინი გამეუყურე და კარგ საღამოს გისურვებთ მადლობა ჩემო საყვარელო ბედნიერებას გისურვებთ მანანა ძალიან მიყვარ ხარ რამდენი სითბოა შენში აი ხო ამბობენ რომ ფორთოხასო დაწურავო ფორთოხლისვენი გადმოდისო და აი ეს ხალხი ვისგანაც ბოროტება და ბალღამი გადმოდის ხოლმე ისინი მაგითი არიან სავსე და აი შენი კომენტარები სულ ესეთია სითბოთი სიყვარულით სავსე თუნდაც ახლა ხვიჩას ოჯახი მისი შვილი აი ყველასად მინდა როგორ მიყვარხართ ესეთი ხალხი ირმა ყოველჯერზე ძალიან დაკურებული და მტკიცედ მართავ ჩემო ლამაზობიდან ბედნიერი გზებით გელოთ ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო არ ვიცი მასე თუ ჩანს არ ვიცი უბრალოდ უკვე საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და რავი ძალიან დიდ სიამოვნებასაც ვიღებს ხათაშორის მარიამ ლაზერი დიოდი გაიკეთე 21 დღეში ერთხელ 5 გაკეთება მიყევი და ნახავ უმაგრეს შედეგს სიღრიაზე გათეთრდება კიდეც ეს მომწონს აი უკვე ამოყო თავები 2 დღეში ერთხელ ვიძრობ სხვათა შორის ის მედიში რო აკეთებენ დიოდი არ არის ეგ ჩვეულებრივი სამსხივიანი რავი რაც ძახიან მოკლედ მაგას თუ ვერ ვერკვევი მაგას ვიკეთებ იცი როგორ შეთხელებული აი ძალიან ბუსუსები ამომდიოდა მე დავანებე თავი იმიტომ რომ ვიკეთებ იღლიას ხო ვიკეთებ ამასაც ვიკეთებდი მე ამასაც ვიკეთებდი აქაც ანუ სახე რა აქაც დამალტყა რამდენიმე და მე წარბებს არ ვიკეთებ ხალხო აღარ ამომდის საერთოდ ეს აღარ ამომდის წარბები ზედმეტი რა თუმცა ყველგან ძალიან დამითხება გუშინ 9 საათი ვიყავი გზაში და საჭისთან ხო აღარ მინდა ერთი თვე ფეხებს ვეღარ სკიფრნობ აუმეს ეგრე ვარ ხოლმე 9 კი არა 6 საათი ან 5 საათი ანუ აქედან ჩხოროწყუმდე ან აქედან ზღვამდე ხა მე სხვაგან საათ ხო უფრო შორი მე არ მიმგზავრია მანქანი და ესე იგი 2 დღე ჩვარი ვარ ხოლმე გუშინ ჩვარზე გამახსენდა ვერც ვივარჯიშე ვერც 10,000 ნაბიჯი გავიარე ვერც ვირბინე ვერც ვიარე ხოლმე საწოლში მეგდე მთელი დღე აი მართლა ბოსტნეულივით ვიყავ არ ვიცი შეტო ვიყავ ეგრეთ სულად ჩავიცვი თორნიკე მე უნდა მაღაზიაში წავიდეთ და წვიმს კარია მეც მინდოდა რომ მაღაზიაში წავსულიყავ მე თავი არ მქონდა ხალხო უბრალოდ აი არ შემეძლო ну წარმოგიდგენიათ ისეთ შექმნა მქონდა რომ გარეთ რო წავსულიყავი თან ხო ცხელოდა მე რევაც უნდა წამიყვანა თორნიკესთან ერთად და რაღაცები გვეყიდა და მოვსულიყავი სადმე შეიძლება დავეცე მეთქი ბავშვებს ხო შევა შემკულს არ გაუხედქავ თქო ხო დაუთხარი დედა მეთქი რაღაც ვეგზნობ თავს კარგად მეთქი და შენ და ანდრია წავით მეთქი და წავიდნენ და იყიდეს თორნიკემ პირველად იყიდა ბოსტნეული ანდრია ხო სულ დადის ხო და თორნიკემ პირველად არჩე ბოსტნეული და გაახარებული გაბედნიერებული იყო დედა ბოსტნეული რა იაფიღი რთულმეო ძალიან უყვარს მაგას ბოსტნეული რა თქვა რომ აიო მარტო რო ცხოვრობდეო საკმაოდ იაფად გამოხვალო ბოსტნეული თუ გიყვარსო მე ქათმის ფასიც წაადგინა ეგეც ძალიან უყვარს
ამათაც საყვარლები არიან. ლელუ მეც მომწონს იაკობსის ველვეტი. ახლა ესეც უნდა გავსინჯო. მადლობა საყვარელო კოცნი. ვაიმე არაფერ ჩემო საყვარელო. საჭი გიხდებაო ლელუ, მადლობა. მეც ძალიან მიყვარხარ. ამას შევჭამ და გავაგზავნებ რამე, თორე ვერც ვჭამ და ვერც ვაპარაკავ. ჩემ წინ ხეს ბალიასხია თეთრი. შავი შოკოლადი შედამევასახალ ხო? შემჯდარი ვარ. აზრაც ვიყავი ეგრე და მე ისე მძულდა რომ საერთოდ ერთი წელი პირში აღარ გამიკარებია და ახლა ისე ანუ სხვა შოკოლადებს არ ვჭამ. ანუ აი რამდენი ხანი აქ მიდევს სნიკერსი. ესეც ერთი სხვას მივეცი. მე მგონი თუ სხვა იყო ეგ. ეგრე მახსოვს რომ სხვას მივეცი. აი ეს ვაფშე არ მინდა, არ ძალიან მიყვარს მე. შავი გუშინ ჭამეს ჩემებმა. ხო და მე დამრჩა აი ეს. შენახული მაქვს. მაგრამ ეხა ის ჩვეულებრივი შავი მინდოდა. კიდე ეს ვაყიდინე გუშინ. ანუ ხო, ჩვენ ყოველდღე ვყიდვებთ კბილეულს და მე ვერ ვჭამ ყოველდღე. აი გუშინ ვაყიდინე ეს. ხო და გუშინ არ მიჭამია ეს. მაგრამ როცა მომინდება, მიხარია რომ აი გავაღებ და მაქვს. კიდე ეს კევი. შემოდი არაფერი არ მაქვს. ხო. მეგი, ნინ, სალამი საყვარელო მიყვარხარ. აქ რა შუაშია, მაგრამ როდეს მე Facebook-ს მოუტანა შენ შეკვეთა, გადამზიდი კომპანია თემუს ამანათი მას მოაქვს ჩემი და საკმაოდ წუდი კომენტარები ვნახე ნეტა მომიტანდნენ დროულადო. და ქვემოთ მეორე კომენტარი ებელინა ეუბნება მეც იმავე დღეში ვარ ველოდების შეკვეთას და ვერ მოაღწია ჯერ კიდევ ჩემამდეო. არ ვიცი ჩემო საყვარელო, რომელ კომპანიას მოაქვს საერთოდ, ანუ ერთი ამანათი ხო იცი უკან დამიბრუნეს მე. ვერ დაუკავშირდიო. რატო ვერ დამიკავშირდა, არ ვიცი. ზოგჯერ არ მესმის ხოლმე, მაგრამ დანარეკები არაფერი არ იყო, ანუ როცა არის ხოლმე გამოტოვებული ზარი, ვრეკავ ხოლმე და არაფერი არ იყო, რა ვიცი. ხო და საერთოდ არ ვიცი ხოლმე ვის მოაქვს. შეიძლება მოუტანი ან არ მოუტანი, მაგრამ საერთოდ არ ვიცი ხოლმე ვის მოაქვს. მე მაგ საკითხში მაგარი ბატი ვარ, ითემ ხომ წერს ხოლმე, ეხა გამოვიდა, ეხა წამოვიდა, თვეში არ ვიცოდი რომ მაგას წერდა. ეხა შევედი ბოლოს და რამდენი მონაწერები აქვს, SMS ცალკე მოუწერია, მეილი ცალკე მოუწერია, თვითონ თემუს საიტზე ცალკე აქვს მონაწერები, რომ ეხლა შევფუთეთ და ეხა წამოვიდა და ეხა გემშია და ეხა ჩამოვიდა და მე კიდე საერთოდ არასდროს არ მინახავს ეგ. და ვფიქრობ ხოლმე ნეტა ოდი ჩამოვა. და მე როგორ მომწონს, შუაღამისას გავიკეთეს, დღეს ამას გავიკეთებ. აუ ისე ჩემფერი მიყვარს, გიჟდები. სახელით ძირად არ მიხდება თითქოს, მაგრამ ძალიან მიყვარს, არ ვიცი, მგონია რომ ჩემ თითებს ძალიან უხდება. ანუ ის ძალიან წვეტიანიც არ მიყვარს, რო არის ფჩხილი ხო ხდებით. აი ეს არის ჩემი ფორმა რა. და ოთხკუთხედის ესე მე არ მიხდება როგორც ეს. რაღაც მოგონია ჩემი ხელის გაგრძელებაო რა. ხო და ეს ძალიან საკაიფოდ ვიკეთებ, ძალიან საკაიფოდ მივეჩვიე. არც ერთხელ არ ამძრომია, მიძლებს, რავი. მაია, რა მაგრები ხართ სულ ესე მხევრად ბედნიერად უამრავი ბედნიერი წარმატებული დღეები, მადლობა ჩემო საყვარელო. ჰელენ, როგორ ხარისობთ თქვენი მანქანის ლოგეზე კვერცხის საღილად წამოვიდით ქარვასლაშიო, ჩემ მეუღლეც ასე მამხნევს ხოლმე, ულები ბედნიერება თქვენ. მადლობა უსაყვარლესო და ულამაზესო. თინათინ უსაყვარლესები ხართ, მადლობა ძვირფასო. მშვიდობიანი დღეო ზოია, ყველას მშვიდობიანი დღე ძვირფასებო, ბედნიერი დღე ჩემო ძვირფასო. გერმანიაში ვცხოვრობ. რატომ მახსოვს რომ ამერიკაში ცხოვრობდი? თუ მეშლება. და შენ სახე ყავს მეგობარი, რომელთანაც ყოველდღე ვატარებ სასმუსნაო დროს, ყავა ყოველთვის შენთან ერთად მაქვს. დროს არ მინდა ხედავდე მოწყენეს, მინდა მუდამ ბედნიერი იყო შენ საყვარელი შვილებთან ერთად. მადლობა ჩემო საყვარელო.
ნინი, როგორ ყოჩაღად დაწრებ მანქანას მიყვარს ესაც რომ გზავრობ შვიდობა შენაძენი ფაიმენი არ შემილია არ გითხრა. ესე იგი, შენ ფოტოები ვნახე ბოდბეში რომ იყავი და ისედაც ანუ დავათვალიერე შენ ფოტოები და ულამაზესად გამოიყვება და ეს წარბები როგორც გიხდება, აი მე არ ვიცი პროსტა. ეხა ხო იკეთებენ წარბებს ხალხო. რავი ზოგი ლამინირებას იკეთებს, ზოგი რას იკეთებს, ზოგი რას მაგების სახელებიც არ ვიცი და ფაქტიურად არავიზე არ მომწონს, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი როგორ გითხრათ, უფრო სქელს იკეთებენ და უფრო ჩაშავებული აქვს ვიდრე ბუნებრივად, რაღაცნაირად უხეშად ჩანს. მერე ახლა კიდე ისე ახლა მე რაღაც გამწვანებულ მოკლედ არ მიყვარს ეს გაკეთებული, არც წამწამი არ მიყვარს გაკეთებული. აი რაღაცა საშინლად გამოიყვება. უხდება ზოგს, მაგრამ ცოტას. ძირითადად ისეთ გოგოებს უხდება, აი ქერა, ცისფერთვალება, აი წამწამები რომ არც კი ეტყობათ ეგეთ გოგოებს, ეს შავი მოგრძო და ოღონდ ხელი და ნაზი თუ არის შერჩეული, ძალიან უხდება. მაგრამ ეს ძალიან უხდება ერთია და გაკეთების პროცესში ჩაწითლებული როა, მერე ახლა რო ცვივა, ერთ გოგოს ვიდეო და ბავშვი მყავს პატარა და ვერ მივდივარ და აქეთ გქონდა და აქეთ საერთოდ აღარ გქონდა. ხო და აი ეს პროცესში არ მომწონს და რა ვქნა და ის წარბების გაკეთებული უმეტესობაზე არ მომწონს. თუ კარგად არის გაკეთებული კი რაღაც მდიდრულად ჩანს და დახვეწილა, მაგრამ აი ძალიან იშვიათობაა ეგეთი რა. ხო და დანარჩენები არ მომწონს. რავი, ჩემ წარბს ვერაფერს ვეღარ უზავ ხა, იმიტომ რომ აი რაც არის ეს არის, ნუ ან უნდა ჩაამატო და არ მინდა რომ ჩაამატო და გაამუქო და გააუხეშო, ანუ მოკეთ მე არაფერს არ ვაპირებ, არც წარბზე, არც წამწამზე. ხო და იმის თქმა მინდოდა რომ შენი ფოტოები რომ ვნახე ისე მომეწონა, ისეთი ლამაზი ხარ, ისე გიხდება, ანუ ეს წარბების ფორმა, აი გავგიშდი, ისე მომეწონა. ნინი, ისევ გილოცავ ქალბატონო, მადო იუბილეს მრავალს დაესწარი შენ საყვარელ ადამიანებთან ერთად, მადლობა საყვარელო. გელლაქებს სად ყიდულობ? გელლაქებს ხალხო მე ვყიდულობ იქა ქარვასლაში. მესამე სართულზე. მაგრამ ეხლა თქოს ოქროს კიდობანი რომელი არ ვიცი, ვნახე რაღაცა ლაივი ამომიგდო გიგისი. ხო და მე საერთოდ ხო იცი ლაივების მაყურებელი არ ვარ, მაგრამ აი მე რაღაცა ფანტასტიურ ფერს უსვავ და გოგოს, აი მე არ ვიცი პროსტა რა ფერი იყო, აი პროსტა ზღაპარი იყო ლეოს ნომერი 4-ო გელი. დავიმახსოვრე და იქ იყიდებაო. რაღაცანაირ ჯორჯია. მოკლედ ოქროს კიდობანშია ეგ და მან ეგ უნდა მოვძებნო. მესენჯერში მიწერა არ აქვს ხალხო. WhatsApp-ზეო და მე კიდე WhatsApp-ზეთან არ ვარ კარგად და უნდა მივიდე ერთხელ და ეგ უნდა ვიყიდ, ვაიმე რა ფერის გელია, იცით, აი კოსმოსი რა, მაგას რა თქმა დიზაინი, აი პროსღაპა ჩემია და ეგ უნდა ვიყიდო აუცილებლად გავგიშდი, ისე მომეწონა და კიდე რა ფერი მომწონს, ისიც რა მოკა ქვია თუ რა ქვია, აი რძის ფერში რო ჩაღვარო, ყავის ფერი რა ფერზეც წავა. არ ვიცი როგორ გითხრათ რა ფერი, ფრენჩზე აქვთ ხოლმე ზოგჯერ ეგ ფერი. ვაიმე ისეთი ლამაზი ფერია, ისეთი ეგ ფერის გელიც მინდა. ხო, აი ნუდებში გადის რა, ნიუდ ფერებში. ბედნიერ წელთას იმრავლეს გუსურებ ქალბატონ მადლობას, მადლობა ძვირფასო. გფარავდე წმინდანიოს მადლი, შენ და შენს ლამაზ ოჯახს მადლობა ძვირფასო, დიდი მადლობა ჩემო საყვარელო. აი ეს იყო თქვენი კომენტარები, რომელიც დამხვდა, ძალიან მიყვარხართ. გისურვებთ კარგ დღეს, კოცნით, გეხოვით, ახლა გაჩვენებთ, რომელ ბალს ვუყურებ, აი აქედან. არა, მე ბალი არ მიყვარს, აი სულ იქ რო იყო და რომ ჩამოცვიდეს გენ, მაინც არ მომინდება. არა, შევჭამ, წელიწადში ერთხელ ვჭამ, მაგრამ ვიღაც გოგოს ჰქონდა TikTok-ზე ისა განყუთვა, თუ აი რა ვიყიდე უფრო სწორად და ბალიო ღირდაო 15 ლარი კილო და 20 ლარის ვიყიდე. აი ალუჩას ვიყიდი, მარწყს ვიყიდი, მოცვს ვიყიდი და ბალში არასდროს არ გადავიხდი მაგ ფულს, აი არასდროს. ჰაჰა, 3 ლარი გადავიხდი. ჰა, ჯანდაბას 5. ის იმიტომ რომ ბავშვებს უყვართ ყველას ჩემთან. ასე, ეხა მინდა მარილიანი ყველი, თორე
აი ზად კბიტი იყო ეს ყავა. ფუ! არ ვარ მეტკბილის ქალი არა. ეხა განახებთ ბალს. აგე. რა ჭირს ამას? რატო არ ფოკუსიდაო ვერ გავიგე. აი. ახ